საერთოდ თავად მოსახლეობის აზრი, ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება, მაგრამ ეხლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავთოთ ერეკლე საღლიანი პოეტი, რომელიც არის უფლებამოსილი ისაუბროს მოსახლეობის, ასე ვთქვათ, სახელით. ბატონო ერეკლე, გამარჯობა. გამარჯობა, სიკეთე მოგცეთ უფალმა. მადლობთ, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ერეკლე, რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ ახშენდეს ხუდონხესი? თქვენი არგუმენტი. არა, მე ასე ნუდავსამთ საკითხს. მე მარტო ხუდონხესის კი არა. მაღალი თაღოვანი კაშრების წინააღმდეგი ვარ რატომ? და არა მარტო ხუდონხესის, ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ სვანეთს და ხაიშის მოსახლეობას. საერთოდ აი ეს მაღალი თაღოვანი გიგანტურ კაშხლებზე არის ლაპარაკი. ისეთ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო მოგვეხსენება რომ მაინცა და მაინც აქ სეისმურად არ არის ეს მყარი ვითარება მოგვეხსენება ჩვენ ვარ წინააღმდეგი თორე ელექტროენერგია ქვეყანას ჭირდება და მე ვარ მოსურნე რომ აშენდეს აი ესეთი პატარა ჰესები თანაც ბევრი და არა თაღოვანი კაშხლები არც ბუნებას არ გაგვინადგურებს ელექტროენერგიაც გვექნება ბატონო ჩემო და ამავე დროს აი ამ ყოველგვარ პრობლემას ავიშორებ. ეხლა ერთი რამე არის აქ რომ ეს მე ვამბობ ამას რომ ხუდონხესი რო აშენდება სვანეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტბორდება ძალიან დიდი ნაწილი მე მადაჭამაში მოდისო არის პროექტი ამ კომუნისტების დროს რომ ემგურზე რამოდენიმე ჰესი აშენებულიყო და სვანეთი აღარ გვექნება გინდა თქვენ ასეთი ელექტროენერგია ასე დგას საკითხი ბატონო ერეკლე რომ სვანეთი აღარ იქნება ჩვენ კომპანიის წარმომადგენელი კონსტრუქციაში რომელიც უნდა სვანეთი აღარ იქნება ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მაინცა და მაინც თლიანად მთელი ტერიტორია ჩაიძირო ბატონო ერეკლე გიპასუხებთ კომპანიის წარმომადგენელი იქნება თუ არა სვანეთი ქალბატონო ნინო როგორ უპასუხებთ ბატონო ერეკლეს არა მესმის ბატონი ერეკლეს ასე ვთქვათ ძალიან სენსიტიური საკითხია რა მესმის განსახლება მაგრამ ესე არ დგას ბატონო ერეკლეს საკითხი რომ სვანეთი აღარ იქნება რა საუბარია მხოლოდ 528 ჰექტარი ტერიტორიის დატბორვაზე ვაიმე ღმერთო ჩემო ქალბატონო ნინო მოდი ერთ რამეს სხვაგვარად მივუდგეთ თქვენ ახლა უდგებით წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით და თქვენიც კარგად მესმის მაგრამ მოდი ერთი რამე ემგური რო აღარ იხმაურებს აი ეს ვებერთელად ბორილო დადგება იქ მერე სვანეთს ეკნება თავის არა ბატონო ერეკლე არ არის ეგრე აღარ იხმაურა სვანეთი მე გეტყვით ახლა ამითან ციფრებს ჩამომსვლელს და ყველას რომ გამორჩეულია და როგორც კი ამ იმას ნახავს ის აღარ ეკნება ის ინტერესი ბატონო ერეკლე გასაგებია თქვენი პოზიცია ითქვა რომ თქვენ აპირებთ ანუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა აუცილებლად იმიტომ რომ მე ვთვლი რომ პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი და თუ რამის იმედი მაქვს მისი გონიერების იმედი. თუმცა პრემიერმა თქვა რომ გადაჭრილად მათი პოზიცია უკვე ცნობილია და პატრიარქიც კი დაარწმუნა იმაში რომ უნდა აშენდეს არ არის ეგრე ეხლა მე გეტყვით პატრიარქი ამ ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა შედის ქვეყნის მდგომარეობაში მაგრამ პატრიარქს ეს ინფორმაცია იმ პერიოდშია არავინ არ მიაწოდა რომ აქ ეკლესიები ტბორდება ჯერ ერთი ცხონებული შოთა ჩართოვანი თხრიდა და ხაისში ანტიკური პერიოდის ძეგლი არ არის ბოლომდე გათხრილი ისეთი სასწაული რაღაცები აღმოჩნდა ქალბატონო ამას ყველაფერს უშვებთ წყალში ჩვენ ამიტომ ოპტიმალური ვარიანტი მოვძებნოთ არც ხაიში რო არ დატბორდეს ესიც აშენდეს მაგრამ არა ამ სახით შეიძლება ზემოთ გადმოიწიოს ეს კონდა მაგაზე ლაპარაკი აუცილებელია შევხვდეთ შევჯერდეთ მაგრამ 200 მეტრიანი კაშხლის აშენება არ არის აუცილებელი სვანეთში ეხლა მე ვკითხე თვითონ პროფესიონალ ადამიანს რომ რამდენი ლაჭანურ ჰესის ხელა ჰესია საჭირო რომ ეს ელექტროენერგია მივიღოთ რასაც ხუდონხესი გამოიმუშა 9-ო და რა უნდა მე ამის აშენებას ანუ პატარ-პატარა ჰესების მომხრე ხარ რა თქმა უნდა ელექტროენერგიას ამაზე არავინ არ წავა წინააღმდეგი და მე ქალბატონო მე მინდა დაგარწმუნოთ რომ არავინ არ მიიღოთ რომ ხაზი არის დაფიქსებული ხაიშის მოსახლეობა და არ მიიღოს გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საზიანოდ მაქსიმალურად მოხდება ერთმანეთს ეხლა 900 იქიდან მოსული არავინ არ ვარ ყველას გვაწუხებს ქვეყნის მდგომარეობა და იქნება
მდგომარეობა როგორც ხობს, იმიტომ არის თქვენთან მაქსიმალურად. დიდი მადლობა ბატონო ერეკლე საღლიანი საუბრობდა რადიო იმედის ეკონომიკურ პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთში ჩვენ რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით და უკვე ნინო ასათიანი უპასუხებს იმ პრეტენზიებს, რომელიც გამოითქვა რადიო იმედის ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში. დროებით. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. ჩვენ საუბრობთ იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ხუდონხესი და ჩვენი სტუდიის სტუმარია ტრანსელექტრიკა ჯორჯიას წარმომადგენელი ნინო ასათიანი. ნინო, თქვენ მოისმინეთ ის პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა გარემოს მწვანეთა მოძრაობის ლიდერის მხრიდან, ასევე უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან. თქვენი პასუხი და არგუმენტი რა არის ამ შემთხვევაში? ესეც რა არის, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე არც ბატონ გიასთან, გაჩიჩილაძესთან, ეს არის პოლიტიკური ფიგურა და არც მოსახლეობასთან. მე მესმის მოსახლეობის გულისტკივილის და ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. მესმის ადამიანს როცა უწევს განსახლება, ბუნებრივია რომ რთულია. ერთადერთი მე რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ აქ გამოითქმეს, რომ რაღაცა ტექნიკური პარამეტრებთან დაკავშირების მსჯელობა, იგივე გარემოზე ზემოქმედების ანუ მთავარი აქცენტი მაინც გარემოზე ზემოქმედებაზე კეთდება ამ შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იცი საზოგადოებამ, რომ კომპანიამ შეიმუშავა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც ეს არ არის გუშინ დაწყებული კვლევა, ეს არის რაც ტრანსელექტრიკა მუშაობს ამ თემაზე დაახლოებით 2010 წლიდან დაწყებული კვლევები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ერთად ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მუშაობდა მსოფლიოში გამოცდილი ფირმები, ისეთი როგორც არის შტუკე, მე მგონი არ შემედავებით, რომ გეოლოგიას სწორედ შტუკი აკეთებდა, ასევე მაგდადეს გარკვეული რეკომენდაციები? კი, შტუკემ კი ძალიან მასიური კვლევაა, თუ მე საინტერესებს ეს გეოლოგიური ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ საიტზე ძდევს, გარემოს დაცვის სამინისტრო საიტზე ძდევს, ეს შესაძლებელია. ასევე იქ იყო სხვადასხვა საკითხები, რომ ვთქვათ, იგივე კლიმატს მიადგება ზიანი, აგრეთვე ტყის საკითხია და ასე იგივე სეისმიკას ხრაბალიანი. თავიდან ეს პროექტი, ამ პროექტს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს არის 30 წლიანი ისტორია და მაშინ თავდაპირველად გათვლილი იყო 8 ბალიან სეისმობაზე. მაგრამ დღეს კომპანიამ ჩათვალა, რომ 9 ბალიანზე უნდა გადაიანგარიშებინა და ჩვენ აი ეს კაშხლის მდგრადობა 9 ბალიან სეისმიკაზეა გათვლილი. თავად ენგური რამდენზეა გათვლილი? ენგური რა თქმა უნდა 8 ბალიანზეა, იმიტომ რომ ეს არის აშენებული 62 წელს დაიწყო ისეთ ენგურის მშენებლობა და დამთავრდა 78 წელს შევიდა პირველი აგრეგატი და ბუნებრივია 9 ბალიანი მიწისძვრაზე ვერ გაითვლებოდა. ნინო, საკითხი დგას, ეს ყოველ შემთხვევაში ესე აყენებენ, გარდა იმისა, რომ დავუშვათ ის გარემოს პრობლემა არის, საერთოდ ქვეყანას ჭირდება თუ არა ხუდონხესი. საუბარია იმაზე, რომ არ ჭირდება. ანუ ოპონენტები საუბრობენ ამაზე. მე არ გულისხმობ ამ შემთხვევაში თავრობის პოზიციას. მე არც გარემოს დაცვის დამცველებისგან არ მომისმენია, რომ ქვეყანას არ ჭირდება ენერგია რა. როდესაც ენერგო მოხმარება იზრდება რა და თქვენ ალბათ გექნებათ ნანახი ის დათვლები, რომელიც აქვს საერთოდ ენერგეტიკოსებს და ვინც მუშაობს ამ საკითხებზე, რომ წლიდან წლამდე, არა მაგალითად 2012 წლის მოხმარებას თუ შევადარებთ 2013 წლის მოხმარებასთან, არა პროცენტულის და უკვე არის. და იმას კიდევ რო თუ შევადარებთ, მარტო შარშან 700 მილიონი კილოვატ-საათის ელექტროენერგიის გასაგებია, აქ საუბარია იმაზე, რომ 5.86 ცენტი ეღირება ხუდონხესის მიერ გამომუშავებული 5.84 ცენტი ეღირება და 6 ცენტად ყიდულობს ისედაც საქართველოს ელექტროენერგიას. და აქ საუბარია იმაზე, რომ 6 ცენტად როდის ყიდულობდა შარშან, წელს უკვე სხვა ფასებია. განსხვავებული ფასები ამბობენ ენერგეტიკის ეს არის გასაშუალებული ფასი, მაგრამ ეს არის ზრდადი ფასი. 2020 წელს, როცა სავარაუდოდ ხუდონხესი 1 კილოვატ-საათს გამოუშვებს სისტემაში, ის იმპორტირებული ენერგია სადღაც 10 ცენტის ფარგლებში იქნება. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა თანხაა? და იმის გარდა, რომ აი რისთვის გჭირდება ხუდონხესი, ხო? ვთქვათ, დღეს ენგურხესის გამომუშავება არის და უბრალოდ დადგმული სიმძლავრე არის 1300 მეგავატი. ხუდონხეს აქვს ის უნიკალური თვისება, რომ იქ მოხდება ენგურხესზე ზემოთ მეორე წყალსაცავის გაკეთება. ანუ ჩამონადენ წყლის მეშვეობით ენგურხეს ემატება დამატებით ყველგანაირი ინვესტიციის გარეშე 300 მილიონი კილოვატ-საათი. და ზამთარშიც არ შეიქმნება პრობლემა მისი მუშაობის. ბაზისური ენერგიის პრობლემა აღარ გვექნება ელემენტალურად. გასაგებია, ნინო, მსმენელი გველოდება მოვისმინოთ შეკითხვა და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო, გამარჯობა. მივესალმები თქვენ სტუმარს და არ გამიწყვიტოთ კავშირი. ბატონო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, თუ შეიძლება გისმენთ. ალო. გისმენთ, მოკლედ. 1932 წელს, როდესაც ენგურ გესის გეგმა დაუდეს სტალინს, მე ახლა ისე არ გამიგოთ, რომ სტალინის მაქებარი ვარ და იმის, მაგრამ და ყველა პარამეტრები მოახსენეს, მან თქვა, რომ ეს ეკოლოგიურად არის საზიანო და ამიტომ ესე იგი ტაბუ დაადო ამას. მერე
სულელმა ხრუშჩოვმა აიკვია და ეს და 1961 წელს დაიწყო ენგურგესის მშენებლობა, რომელიც 1977 წელს დამთავრდა. სამწუხაროდ ძალიან გაიზარდა სინოტივე, მაგრამ თავისი უარყოფითი შედეგები ადამიანების ჯანმრთელობაზეც მიიღო, მოახდინა, იმიტომ რომ ისა რა ქვია, ბრონხიალური ასთმები გაიზარდა ძალიან და სხვა რამეებიც. ეხლა რაც ეხება ეს ინვესტორი რომ მოგზალებია ჩვენ და არც გამოცდილება არ ქონია გესების აშენების, ჩვენ ბატონო როგორც ინფორმირებული ვართ ჩვენ ისა რა ქვია რადიოთი და ტელევიზიით რატომ უნდა მიეცეს ისეთ კომპანიას ამის მშენებლობის უფლება? მეორე ასეთ კომპანიას, მეორე 133 მილიონ კილოვატ-საათს მოვიხმართ მის ამ ისა გესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან და დანარჩენი გაიყიდება თურქეთში და შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ ახლა უყურეთ თქვენ 133 მილიონი ელექტროენერგიის მოხმარების სათბის ვწირავს ყველაფერს. გასაგებია თქვენი შეკითხვები, დიდი მადლობა, დრო გვაქვს ძალიან ცოტა, სამი მნიშვნელოვანი მესიჯი რა ვაპირებთ დიდი მადლობა მსმენელს. მე ერთი რამ მინდა ვთქვა რა, ძალიან ბევრი ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს, ეგრე არ არის რა. საქართველოს მთავრობამ, როდესაც ამ კომპანიასთან გაფორმა ხელშეკრულება, მან ყველაფერი შეისწავლა. მინდა კიდევ ერთი რამ გითხრათ რა, ინდოეთში ჩვენმა კომპანიამ ააშენა 1500 მეგავატიანი სადგური, რომელსაც ფლობს და ოპერირებს. მე მგონი 1500 მეგავატიანი სადგურის მშენებლობა ესეთი ადვილი არ არის. ეხლა რაც შეეხება 133 მილიონ კილოვატ-საათს. ეს იყო ძველი ხელშეკრულებით, რომ 3 თვის განმავლობაში დარჩებოდა კომპანიის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში 3 ზამთრისთვის განმავლობაში, მაგრამ ახალი პირობების მიხედვით ეს 133 მილიონ კილოვატ-საათი გაიზარდა 300 მილიონ კილოვატ-საათამდე. ამის გარდა არავინ არ გეუბნება თქვენ, რომ სახელმწიფომ თქვათ თუ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და საქართველოს მოხმარდება. მე თუ აქ მყიდველს ვნახავ და ბაზარი მექნება, რატო გავიგებ ელექტროენერგია საზღვარგარეთ. ეს არის არასწორი მიდგომა და კიდე ერთი, რომ არავინ ინვესტორი არ გეძალებათ რა. იმიტომ რომ ინვესტორს, რომელსაც აქვს განზრახულო 1.125 მილიონი ინვესტიცია შემოიტანოს ქვეყანაში. მე მგონი ესეთი პროექტები გადახედეთ მთელ მსოფლიოს. ძალიან იშვიათია. ნინო, მე მაინტერესებს მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში მაინც არის მოსახლეობა, იმიტომ რომ ხელისუფლებისგან არის შეიძლება თქვას რომ მწვანე შუქი ანთებული, პოზიცია მათი გასაგებია და ამბობენ რომ ჭირდება ხუდონხესი. რა სტრატეგია აქვს თქვენ კომპანიას, რომ მოსახლეობის დარწმუნება შეძლონ, იგივე განსახლებასთან დაკავშირებით, იგივე მიწებთან დაკავშირებით იყო პრობლემა. რას თავაზობთ თქვენ მოსახლეობას, როდესაც აი ბატონმა ერეკლემ თქვა რომ დავჯდეთ, დავილაპარაკოთ. რაზე უნდა დაილაპარაკოთ? ეთით რა არის მესმის ყველაზე მტკივნეული ეს არის მართლა ამ პროექტში განსახლების თემა, იმიტომ რომ როდესაც თითოეულ იგივე ძალიან რთული თემა, ეკლესიის თემა, გასაგებია ესეც ჩვენი პოზიცია ეს არის, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით მოხდეს ეს ყველაფერი, იგივე იქ არის საფლავების თემა, ესეც საპატრიარქოსთან შეთანხმებით მოხდეს. ჩვენ ღია ვართ, ამდენი ხანია ვცდილობდით აღწერის პირველი ფაზა ჩვენ ჩავატარეთ. ეხლა ვცდილობთ რომ ჩავატაროთ აღწერის მოსახლეობის აღწერის მეორე ფაზა, დაქვირავებული იყოს კანადური კომპანია რეპლანი. თუ კომპანიას არ აქვს გამოცდილება და სახსრები, ახლა რატო დავიქირავე კანადური კომპანია რეპლანი, რომელიც 60 ქვეყანაში აქვს განსახლების გეგმა გაკეთებული და უდიდესი ჰესები, კაშხლები, სადაც აშენდა, ხო, სწორედ ის მუშაობდა 60 წლის განმავლობაში. ხო, ჩვენ ვცდილობთ რომ ძალიან ღია და ისეთი გახსნილი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან და დავარწმუნოთ, რომ არც ერთის მათი ინტერესი არ იქნება გაუთვალისწინებული. და ალტერნატიულ ფაქტსაც თავაზობთ ისევ სვანეთში. იცით რა არის? ეს არ არის ჯერ დადგენილი, რომ ალტერნატიული ფაქტი მოსახლეობის წინადადებები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, ისე განსახლების გეგმა განხორციელდება. სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს კანონმდებლობა განსახლების გეგმასთან განსახლების გეგმის თაობაზე. მოხდება მსოფლიო ბანკის 4.12-ის პირობები და ეს 4.12 იმას ითვალისწინებს, რომ ყოველი მოქალაქის სურვილი უნდა იყოს გათვალისწინებული მათი მოთხოვნები, ოღონდ მათი ქონების ადეკვატურად. კიდევ ერთი მსმენელია მოვისმინოთ და შემდეგ განმოგზავნოთ საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობათ. გამარჯობათ. გარბატონს მინდა ერთი შეკითხვა დაუსვა. დიახ. აი ახლა ბოლოს იაპონიაში რომ მოხდა მიზიზრა და ფოკუსიმას ელექტროსადგური რო დაინგრა და მთელი ის იქ არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების ზონები. ხო მოხდა? კოსმოსურ ხომალდს რო უშევენ ხოლმე. ხო ხდება?
ესენი რო ამობენ რომ გათვალისწინებული იყო მე ამ წყალს ამ მასას რას უშვრებიან დაუცად მოხდა შემთხვევა. ასეთი საშიშროება ბატონო ენგურხესთან დაკავშირებითაც იდგა თავის დროზე და ეხლა საუბრობენ მაგაზე. როდი გავთო და არ გვინდა გასო ეს დიდი ჰესები არ გვინდა გას პატარა ჰესები ავაშენოთ. მე იმ ეკლესიას რას უშვრებით იმ ხა აბა ყველამ წარმოიდგინოს თავისი მამაპაპის საფლავზე დადგეს ტბორი, თავის სახლის საძირკვეზე დადგეს ტბორი. აი ამაზე მიპასუხოს ხალბატონო. მადლობთ, გასაგებია თქვენი ძალიან საინტერესო შეკითხვა წამოჭრეს იაპონიასთან დაკავშირებით. მე მინდა უთხრა მსმენელს, რომ იაპონიაში ფუკუსიმაზე ატომური სადგური იყო. განსხვავება არის სეისმიკის თვალსაზრისით ჰიდროელექტროსადგურებსა და ატომურ სადგურებს შორის. კიდევ იაპონიაში სწორედ აი ამ მიწისძვრების ზონა რო არა, დღეს მათ გეგმა აქვთ, რომ 2015 წლამდე 25 დამატებით კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგური უნდა ააშენონ და იაპონიაში ვერ ნახავთ მიწის ადგილს, რომ კაშხლიანი ჰესი არ იქას. რაც შეეხება ახლა გვინდა თუ არა პატარა ჰესები. ეხლა საუბრობენ პატარა ჰესები. რამდენი ჰესი უნდა ავაშენოთ? აი ვთქვათ 5 ხესი არის 700 მეგავატი. რამდენი ჰესი უნდა გავაშენოთ? 100 მეგავატი. 100 მეგავატიანს მდინარეების ჰიდროლოგიური პოტენციალი არის დათვლილი. ანუ ენგურს აქვს 12-15 მილიარდი. სხვა მდინარეებს უფრო ნაკლები. ძალიან რთულია რა ამ ადგილების მონახვა, მაგრამ მაგასაც თავი დავანებოთ. დავდგათ 2 მეგავატიანი, 3 მეგავატი. რამდენი უნდა დადგა 100, 200, 300, უფრო მეტი ზემოქმედება ექნება ბუნებაზე. და უფრო მეტ არაეფექტური იქნება. ელემენტალურად. და თუ ქვეყანას გვინდა რომ პატარა ჰესები იმაში ხო უნდა შევიდეს ელექტროსისტემაში და მთლიანად ქვეყნის ელექტრული რეჟიმები გასწორებული ხო უნდა იყოს. გასაგებია იგივე განსახლებასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ ვკითხოთ 2014 წლიდან არის თქვენ გეგმის მიხედვით უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ანუ ძალიან ცოტა გრჩებათ პრინციპში იმისათვის რომ რაღაც შეთანხმება იქნას მიღწეული. რაიმე ბეგეგმა თუ აქვს ამ შემთხვევაში ინვესტორს თუ არ მოხერხდა ამ ეტაპზე შეთანხმება, შემდეგ რას აპირებთ? ხო არ დგას ისე კითხვის ნიშნის რომ შესაძლოა უარი თქვათ საერთოდ ხუნდოხეთის მშენებლობას? ეს რა არის ცოტა ისეთი შეკითხვა კომპანია რომელიც 3 წელი უკვე ამ პროექტზე მუშაობს და ძალიან დიდი თანხა უკვე დაახარჯული ყველა. რამდენი ახლა დაახარჯული თუ არა საერთოდ? სხვადასხვა კვლევების იგივე ადგილობრივ ბიუჯეტში მიწის გადასახადის სახით და ასე შემდეგ დაახლოებით 18 მილიონი დოლარი. უკვე. და ამის გარდა დასახარჯია მილიარდ თუ არ ვშტები 125 მილიონი. აი ეს არის პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება. მიუყვეთ ამას 2014 წლის 1 მარტამდე ჩვენ გვაქვს ვადა, რომ ავიღოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა და მშენებლობის ნებართვა. ამ დროში ბუნებრივია ვერ მოესწრება განსახლების ვერც ერთი ისეთი აქტიური მის განხორციელება. ნებართვის აღება იმას ნიშნავს, რომ პროექტი იწყება. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის შემდეგ, ანუ ეხლა ჩვენ რა ფაზაში ვართ, საჯარო მოსმენები წინასწარ ვარიანტზე ამ ანგარიშის გაიმართა, შემოვიდა შენიშვნები, იგივე გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები, ექსპერტების შენიშვნები, ჩვენ ამას ყველაფერს განვიხილავთ. დოკუმენტში მოვაქცევთ სათანადოებას და საბოლოო ვარიანტი შევიტანთ. აი ამ საბოლოო ვარიანტის შემდეგ, გარემოს ზემოქმედების ნებართვის შემდეგ, ჩვენ ბუნებრივია მივვნართავთ ეკონომიკის სამინისტროში და უკვე მაშინ არ მინდა წინასწარ რამე ტრაგიკული სურათი დავხატო, რომ ვინმე მიდის, თქვათ რაღაცა პროექტი ჩერდება, არ ამგონია პირიქით რა, საქართველოს ძალიან ბევრ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ენერგია, რომელიც გაქვს. და ეს არის ეკონომიკა ელემენტალურად და განვითარება და მე მგონი თან ძალიან ცუდად იცვლება გეოპოლიტიკური. მაინც ხმაურიანი პროექტი იყო, ასე აიყო და პოლიტიკურ კარიერას იკეთებდნენ ამ პროექტებზე, ისეც ბავშვებს ჩვენ. გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოდით გადავიდეთ ეკონომიკა. ეხლა 30 წლის მერეც არა რაღაცა ცივი გონებით შევხედოთ ამას ყველაფერს. კარგით, აი ეს მიწა, რომელიც არის აღმოჩნდა ეხლა სადაო. აი ეს დეტალებია საინტერესო 1500 ჰექტარზეა თორცდების საუბარი. უკან უნდა დაუბრუნოთ მოსახლეობა და შემდეგ ისე გამოიწყიდოთ თუ როგორ არის. ეს მიწები არის სადაო. საკითხი ეს არის ტრანსელექტრიკას საკუთრება, რომელიც სახელმწიფომ გადასცა პროექტის განხორციელებელს იჯარით. აქ არის ესეთი შეთანხმება, რომ 99 წლის იმით არის, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ როდესაც კომპანიას უკვე აღარ დაჭირდება ის მიწები, ეს უკან დაუბრუნდება სახელმწიფოს, მაგრამ ბუნებრივი არა, ეს იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. მაშინ რატომ აქვს მოსახლეობას პრეტენზია ამ შემთხვევაში? მოსახლეობას აქვს რაღაც გაურკვევრობა მოხდა ეკონომიკის სამინისტროსა და ვთქვათ მოსახლეობას შორის. არ იყო ეს მიწები დარეგისტრირებული, მაგრამ ჩვენი კომპანია ვთავაზობთ მოსახლეობას, რომ მოხდეს ხელახალი აღწერა, ინვენტარიზაცია ჩვენი სახლებით, დაურეგისტრირებთ ამ მიწებს და შემდეგ მოხდება პროექტისთვის გამოსყიდვა. ანუ არავინ არ იფიქროს, რომ ტრანსელექტრიკამ ახლა $1 რაღაცა მიიწტაცა საქართველოს მიწები. არავის არაფერი არ მიუტაცა. მაგრამ ფაქტობრივად ზარალობთ თქვენ ამ ბავშვად გადაცემა გადმოცემით. რა თქმა უნდა, მაგრამ პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე
და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ინვესტორი წავა ამ ნაბიჯზე. და არის თუ არა დაგეგმილი კვლავ საჯარო განხილვები, ის რაც მოხდა დავუშვათ ხაიში, თბილისში, იქნება თუ რა მსგავსი განხილვები კვლავაც თუ ეს მხოლოდ ორი შეხვედრით ამოიწურა? არა, ეს იყო კანონმდებლობით განსაზღვრული, რაც უნდა გააკეთებინა ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვის დროს. სანამ საბოლოო ვერსია შეიტანდა. კანონით აღარ არის გათვალისწინებული საჯარო განხილვები, მაგრამ ტრანსელექტრიკა გააგრძელებს ღია დისკუსიას, გამართავს პრეზენტაციებს ყველა დონეზე და ყველას გააცნობს ამ პროექტის ავკარგიანობას. და მოსახლეობა ითხოვს როგორ ჩანს თქვენთან შეხვედრას, არის თუ ეს ყოველდღიურ რეჟიმში თუ ეს როგორ ხდება თქვენთან ურთიერთობა? ამდენი უკვე რამდენიმე წელიწადია ხო ეს პროექტი მიმდინარეობს და ჩვენ 1000 უამრავი კვლევა ჩავატარეთ ადგილზე, დაწყებული არქეოლოგიური კვლევიდან, დამთავრებული გეოლოგიური კვლევიდან, იგივე სედიმენტაციიდან და ასე შემდეგ და ჩვენ ადგილზე ყოველთვის ვეკონტაქტებოდით მოსახლეობას და ჩვენი კარი, ეს კომუნიკაციის პრობლემა ჩვენგან არასდროს არ ყოფილა. არა, ისეთი დაბეჭდილება დამჭა წეგან ბატონ ერეკლის ჩართვის, რომ თითქოს გუნდათ შეხვედრა და არა აქვთ ამის საშუალება. მისი განცხადებებიდან გამომდინარე. ჩვენი ყოველთვის ღია კომუნიკაციისთვის. ახლა ბატონ ერეკლემ ალბათ იცი ჩვენი მისამართი სადაც არის და ყოველთვის ჩვენ საჯარო შეხვედრაზეც იყო ბატონ ერეკლე მოსული და მე რაღაც არ მახსოვს რომ მას პოზიცია დაეფიქსირებინოს, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერი დირექტორიდან დაწყებული უცხოელი ინვესტორი და იგივე განსახლების ექსპერტები ყავდა ჩამოყვანილი, ნებისმიერთან შეეძლო კომუნიკაციაში შესულიყო, საინტერესო შეკითხვა დაესვა და პასუხი მოესმინა. პრობლემა არ არის. და მშენებლობა თუ დაიწყო, როდის დაიწყება? ანუ როდის გეგმით გააწერილი, იმიტომ რომ უკვე პრინციპში ესე ისმება კითხვა, იმიტომ რომ თუ ამ ასეთი დიდი წინააღმდეგობის გამო 2014 წელი გაქვთ გეგმაში თუ არ ვცდები. დაველოდოთ რა, მე არ ვფიქრობ რომ ეს რაღაც ესეთი აქტიური ყველა ქვეყანაში მიდის ესეთი რაღაცები. ანუ ეს არ არის ახალი. არა, ეს არ არის, ესაც ყოფ შეიძლება ჩვენთვის არა. ენგურხესაც თავის დროზე რო აშენებდნენ კომუნისტების დროს მაშინაც იყო პრობლემები, იმიტომ რომ ეს დიდი ხესების მშენებლობას არის ყოველთვის აქვს. ამას წინათ 3 წლის წინ ავსტრიაში დაიწყო დიდი ხეს ზალცბურგში, უბრალოდ დიდი ხეს მშენებლობა და იქაც იყო საზოგადოების წინააღმდეგობა. იაპონიაში დაიწყო 2000 წელს ხესის მშენებლობა და იქაც იყო დიდი წინააღმდეგობა, მაგრამ მოსახლეობა იმდენად დაარწმუნეს, რომ ეს ისჭირდებოდა ქვეყანას, ხო? არც ერთი ის მერე საჩივარი აღარ შესულა. ანუ ამ შემთხვევაში კომუნიკაციის პრობლემა თქვით რომ არ არის. მაშინ ინფორმირება, ანუ მოსახლეობის ინფორმაციის მიწოდებაზე თუ არის ამ შემთხვევაში სწორად მიწოდება თუ ხდება. ამაში პრობლემა რაშია? გაუგებარია. ისეთის გამოდის რომ რაღაცა ეს ინვესტორი რა. ნუ თქვენი მისამართით არის პრეტენზიები ძირითადად ამ ინვესტორისგან რაღაცა მტრის ხაზს რა. ინვესტორი თავისი იმით არსად არ შედის. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უნდა ითამაშოს გარკვეული როლი და არ უნდა დაარწმუნოს დავუშვათ იგივე თავისი ქვეყნის მოსახლე, რომ ეს არის სტრატეგიული ობიექტი და ეს საჭიროა ქვეყნისთვის. ამ კუთხით უნდა გადადგას. რა თქმა უნდა, უპირველესი სურვილი და უპირველესი საჭიროება უნდა მოდიოდეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკის გამსაზღვრელი არის სახელმწიფო. მე სახელმწიფო ეძებს ინვესტორს და ეუბნება, რომ აი ეს ძალიან კარგი პროექტია და ვთქვათ, მოდი დაინტერესდეთ. ეს არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ესე ხო არ მოხდა, რომ თქვენ ახლა აღმოჩნდით მარტო მოსახლეობის არა, რატო ჩვენ მაგას არ ვგზნობთ ახლა. ანუ ენერგეტიკის სამინისტრო თქვენთან, ასე ვთქვათ, არა მარტო ენერგეტიკის სამინისტრო, მე ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანად პოლიტიკური აზროვნება, აი ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვთვლი, რომ არის რა თქმა უნდა, პოლიტიკური ფიგურების მიმართაც, რომ ვთქვათ, გარემოს ზემოქმედება და ასე შემდეგ. ბუნებრივია ეს ასთა დუღილი უნდა იყოს. ეხლა ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. გარემოს დაცვის სამინისტრო მაგალითად თავისი ხისტი პოზიციით. მას ეგეთი ფუნქცია აქვს. გასაგებია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც იყო ბუნებრივია და ეს ხშირად მეკითხები, ანუ აი მთავრობები იცვლება და აი ეს როგორია დამოკიდებული. არ აქვს ნიშნობა, რომელი მთავრობა იქნება, რა მთავარია სახელმწიფო პოლიტიკა იყოს თანმიმდევრული, განვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული. მე ზღა დამჩენია წარმატებები გისურვებთ. ჩვენ ალბათ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე ამ სტუდიაში საუბარი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდა ტრანსელექტრიკა ჯორჯიას წარმომადგენელი ნინო ასათიანი. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენის განხილვა ეკონომიკში სტუმართან ერთად. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში.